მოგესალმებით, კრიტიკული აზროვნების სკოლა ახალი ვიდეოთი გიბრუნდებათ. იმედი მაქვს, საფხული კარგად გაატარეთ და უკვე სასკოლოდაც ემზადებით. თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ კრიტიკული აზროვნების სკოლას ამ წელს 3 ახალი პროგრამა აქვს. პროგრამა 5-დან 12 წლამდე ბავშვების ჩართულობას მოიცავს. აუცილებლად ეწვიათ ჩვენ ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო ფორმებს ნახავთ. შეგახსენებთ, რომ სანამ ჩვენ ზღაპრის კითხვას დავიწყებთ, ჩვენი მთლიანად ეს ზღაპრის კითხვა 3 ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში ჩვენ წავიკითხავთ ზღაპარს, შემდეგ რამდენიმე კითხვას დაგისმევთ. ამისთვის ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ და კარგად უნდა მომისმინოთ. შემდეგ კი ტვინის აერობიკის საوارჯიშოებსაც გავაკეთებთ. დღეს ჩვენ ალადინს წავიკითხავთ. შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ კითხვები უნდა დაგისვათ, ამიტომაც ძალიან ყურადღებით იყავით. იყო და არა იყო რა. ცხოვრობდა პატარა ქალაქში მხიარული და ცნობისმოყვარე ბიჭი, რომელსაც ალადინი ერქვა. მისი დედა სულ შრომობდა, მაგრამ ისინი მაინც ღარიბად ცხოვრობდნენ. ოდესმე ჩვენი ცხოვრება შეიცვლება დედა, ხშირად ამბობდა ალადინი. თავრია კეთილი იყო და არასოდეს დანებდა შვილო, ღიმილით პასუხობდა დედა. ალადინი ბევრს თამაშობდა, ოცნებობდა და სჯეროდა, რომ დიდი თავგადასავალი ელოდა წინ. ერთ დღეს ბაზარში უცნაური კაცი გამოჩნდა. შავი თვალები, ბრჭყვიალა ჩალმა და ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს რაღაცას მალავდა. მან ალადინი დაინახა და ჩაილაპარაკა. აი, ის არის, ვინც მჭირდებაო. ბიჭო, შენ ალადინი ხარ? კითხა უცნობმა. მე შენი ბიძა ვარ, მამა შენი ძმა. დიდი ხანია უცხოეთში ვიყავი და ახლა შენს დასახმარებლად მოვედი. გინდა მდიდარი გაგხადაო? ალადინი გაკურებული იყო. ბიძა? სად იყო ეს კაცი აქამდე? მაგრამ უცნობის ხმა ისეთი დამაჯერებელი ჩანდა, რომ ბიჭმა თავი დაუქნია. ხვალ მიგიყვან ისეთ ადგილას, სადაც შენი ბედი შეიცვლებაო. უთხრა კაცმა და წასვლამდე თვალები ბოროტად აუციმციმდა. მეორე დღეს ალადინი ქალაქგარეთ ბიძას გაყვა. უცნობმა რაღაც უცნაური სიტყვები წარმოთქვა, მიწა შეერხა და კლდის ქვეშ კარი გაიხსნა. ვაუ, ეს ნამდვილი ჯადოსნობაა, ახრთოვანდა ალადინი. შედი შიგნით და ძველი ლამპარი მომიტანეო, კაცრად უთხრა კაცმა. სხვა არაფერი აიღო, გააფრთხილა. ალადინის სუნთქვე შეკრული შევიდა. გამოქვაბული საოცარი იყო, დიდძალი განძით, ბრჭყვიალა ქვებით და ოქროს მონეტებით იყო სავსე. მან მალევე შეამჩნია ძველი ლამპარი. შეხედა მტრიალ ლამპარს და გაიფიქრა. რატომ უნდა უნდოდეს ეს ძველი უსარგებლო რამ? როგორც კი ხელში აიღო, გამოქვაბული თითქოს შეზანზარდა. ალადინმა შესწახა. ბიძა, აი ლამპარი, გამომიყვანეო. ჯერ ლამპარი მომეცი, მერე ამოგიყვანო, დაიხრიალა კაცმა. არა, ჯერ გამომიყვანე, გაბედულად უპასუხა ალადინმა. უცნობმა დაიხრიალა და მიწა დაიხურა. ალადინი კი სიბნელეში მარტო დარჩა. ალადინი ბნელ გამოქვაბულში იჯდა და ცრემლებს ლივს იკავებდა. ჩუმად ჩურჩულებდა. ახლა რა ვქნა, აქ სამუდამოდ დავრჩები? გამოქვაბულში სიჩუმე იდგა. მხოლოდ ქარის წვილი ისმოდა. ალადინი ხელში მჭიდროდ იჭერდა ძველ მტრიან ლამპარს. ეს იყო ერთადერთი ნივთი, რაც იქიდან წამოიღო. რა სისულელია, ფიქრობდა ის. ეს ლამპარი არც ძვირფასი, არც რამეს დამეხმარება. ბიჭმა თითები ლამპარს მტრის მოსაშორებლად გადაუსვა და უცებ რაღაცამ დაიგრუხუნა. მთელი გამოქვაბული განათდა და უზარმაზარმა სითბოს ტალღამ გამოქვაბულში ყველაფერი შეარყია. ალადინი შეშინებულმა უკან გადაიხარა. ლამპრიდან უზარმაზარი კვამლი ამოვიდა და ის უფრო და უფრო მაღლა იწეოდა, სანამ მის წინ გიგანტური არსება არ გამოჩნდა. თვალებით ცეცხლივით უნათებდა, ხმას კი ქარივით ატრიალებდა. ვინ გაბედა ჩემი გამოღვიძება? დაიხრიალა არსებამ, რომელიც ძლივს ეტეოდა გამოქვაბულში. ალადინი დაფრთხა, მაგრამ მაინც ხმამაღლა თქვა, მე უბრალოდ ლამპარი გავწმინდეო. ჯინი დაიხარა. ბიჭის თვალებში ჩაიხედა და მოულოდნელად ხმადაბლა წარმოთქვა. ახლა შენ ჩემი ბატონი, ბრძანე რა გინდა რომ გავაკეთო. ჯინმა ხელი გაიშვირა. გამოქვაბული 1000 ფერა დაინთო და ერთ წამში ალადინი დედის სახლში აღმოჩნდა. ჯინმა ყველა სურვილი შეუსრულა ალადინს. მალე ალადინი ჯინის დახმარებით გამდიდრდა. მას მერე ის ყველას ეხმარებოდა და ხალხსაც ძალიან შეუყვარდა. ერთ დღეს ბაზარში ხმაური ატყდა. ხალხი ჩურჩულებდა და ერთმანეთს ამბავს უყვებოდა. ხომ გაიგეთ, სულთანმა თავის ქალიშვილი ბადრული ვეზირის ვაჟზე დანიშნაო. მალე დიდი ქორწილი უნდა გაიმართოსო. ალადინი დაინტერესდა.
ვინაა ეს ბადრულ-ბადური? რაზეც ყველა ასე აღტაცებით საუბრობსო? ერთმა ვაჭარმა ღიმილით უთხრა: ის ყველაზე ლამაზი და კეთილი პრინცესაა მთელ ქვეყანაში. მაგრამ მის დანახვას მხოლოდ რჩეულები ახერხებენ. ის იშვიათად ტოვებს სასახლესო. იმ დღეს ალადინმა გადაწყვიტა ენახა პრინცესა. ამიტომ სასახლესთან მიიპარა და შორიდან დაიწყო თვალთვალი. ამასობაში ბადრულ-ბადრული სასახლიდან გამოჰყავდათ. პრინცესას ოქროსფერი სამოსი ეცვა და მზის შუქზე მისი სახე კიდევ უფრო ანათებდა. ალადინი სუნთქვა შეკრული უყურავდა და თვალს ვერ აშორებდა. ის ყველაზე მშვენიერია, ვინც კი ოდესმე მინახავს, უეცრად აღმოხდა ალადინს. ბადრულ-ბადრული მალევე დაბრუნდა სასახლეში, მაგრამ იმ წუთიდან ალადინის გულში სიყვარული და გადაწყვეტილება ერთდროულად დაებადა. მე უნდა ვიბრძოლო მისთვის, ის ჩემი ბედნიერება არისო. იმ საღამოს ალადინმა ლამპარი გაწმინდა და ჯინს მიმართა. შენი დახმარება მჭირდება. სულთანისთვის ისეთი სასახლე და საჩუქრები უნდა გავამზადო, რომ ქორწილი გააუქმოს და ბადრულ-ბადური მე მოვიყვანო ცოლადო. ჯინმა თავი დაუქნია და თქვა: შენი სურვილი ჩემთვის ბრძანებაა, ჩემო ბატონო, მალე მთელი ქალაქი გაოცებული დარჩებაო. ჯინმა ალადინისთვის ისეთი სასახლე აუშენა, როგორიც ქალაქში არავის არ ქონდა ნანახი. კედლები ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ოქროსფერი კარიბჭეები დიდებულად გამოიყურებოდა. ალადინმა სულთნისთვის ძვირფასი ხალიჩები, სამკაულები და საჭმლებით სავსე ურმები გაგზავნა. სულთანი გაუცდა: ასეთი სიუხვე არასდროს მინახავსო. ალადინი შეძლებს ჩემი ქალიშვილის გაბედნიერებასო. ბადრულ-ბადრულის ნიშნობა გაუქმდა და მალე ალადინს და ბადრულ-ბადრულს ძალიან დიდი ქორწილი გადაუხადეს. ალადინი და ბადრულ-ბადრული ბედნიერად ცხოვრობდნენ დიდებულ სასახლეში. ქალაქი მათ სითბოზე და სიკეთეზე ლაპარაკობდა. ისინი ყველას ეხმარებოდნენ, ვინც დახმარება საჭიროებდა. მაგრამ შორეულ ქვეყანაში უდაბნოს მიღმა. ის ბოროტი ჯადოქარი, ვინც ოდესღაც ალადინი გამოქვაბულში დატოვა, ყველაფერს აკვირდებოდა. მან გაიგო, რომ ლამპარი ალადინს ჰქონდა. ასე მარტივად არ დასრულდება ეს ამბავიო. ბოროტა ჩაილაპარაკა მან. მე ის ლამპარი უნდა დავიბრუნო. ჯადოქარმა ხრიკი მოიფიქრა. ქალაქში მევიდა და ქურჩებში დაიწყო ყვირილი. ძველ ლამპარს ახალზე გაგიცვლით, ძველ ლამპარს ახალზე გაგიცვლითო. ბავშვები და ქალები გაკვირვებულები უყურებდნენ. ვინ აძლევს ახალ ლამპარს ძველი სანაცვლოდ? ჩურჩულებდნენ ისინი. მაგრამ ჯადოქარი მთელი ძალით ცდილობდა ხალხის დარწმუნებას. ბადრულ-ბადური იმ დროს სასახლეში მარტო იყო. ალადინი ქალაქგარეთ იყო წასული. როცა ქუჩაში ჯადოქრის ხმა გაიგო, ფანჯრიდან გადმოიხედა და გაუცდა. ეს რა უცნაური შეთავაზებაა? ალადინის ლამპარი ხო ძალიან ძველია. ახალი კი ნამდვილად უკეთესი იქნებაო. გაიფიქრა და ძველი ლამპარი აიღო და ჯადოქარს გადასცა. აიღეთ, ეს ახალი კი მე მომეცითო, უთხრა გულუბრყვილოდ. ჯადოქარმა ღიმილით გამოართვა პრინცესას ლამპარი და ჩუმად ჩაიჩურჩულა. ახლა უკვე შენი ბატონი მე ვარ, ჯინო. მან ლამპარი გააპრიელა და ჯინი უზარმაზარი ყვავილით მის წინ გაჩნდა. ბრძანე ჩემო ბატონო, თქვა ჯინმა. ჯადოქარმა ხარბად დაიხრიალა. ალადინის სასახლე და ბადრულ-ბადური ჩემს შორეულ ქვეყანაში გადაიტანეო. და ალადინი სამუდამოდ დატოვე მარტო გაუბედურებულიო. ჯინმა ბრძანება შეასრულა. სასახლე და ბუდური თვალის დახამხარებაში გაქრა ქალაქიდან. როდესაც ალადინი დაბრუნდა და ქალაქი უცნაური სიჩუმით დახვდა, სასახლის ადგილას ახლა მხოლოდ ცარიელი მინდორი იყო. სად არის ბადრულ-ბადური? სად არის ჩვენი სასახლე? ჩურჩულებდა დაბნეული. ბოლოს გაიგო, რომ ქალაქში მოსული უცნობი კაცის შემდეგ ყველაფერი გაქრა. მაშინვე მიხვდა, ეს ჯადოქარი იყო, ის დაბრუნდა და ლამპარი წაიღო. ალადინი სასოწარკვეთილი იყო, მაგრამ სწრაფად გონზე მოვიდა. ახლა არ მაქვს წერილის დრო, მე უნდა ვიპოვო ბადრულ-ბადური და ჩემი ლამპარი დავიბრუნო. ალადინმა გრძელი მოგზაურობა დაიწყო. ქარიან უდაბნოში და შორეულ ქვეყნებში იარა, სანამ ბოლოს ჯადოქრის სამფლობელოს არ მიაგნო. შორიდან დაინახა თავისი სასახლე. ღამე იყო, როცა ალადინი ფრთხილად შეიპარა სასახლეში. ბადრულ-ბადური იქ იყო და როდესაც ალადინი დაინახა, სიხარულის სწრემლები გადმოსცვივდა. ალადინი, მეგონა ვეღარასდროს გნახავდიო. ჩუმად იყავი. ჩურჩულით უთხრა ბიჭმა. ახლა გეგმა უნდა განვახორციელოთო. ალადინმა ბადრულ-ბადურს თხოვა. ჯადოქრისთვის ღვინოში დასაძინებელი წამალი ჩაესხა. იმ საღამოს ბადრულ-ბადურმა თბილად მიიპატიჟა ჯადოქარი და უთხრა: მოდი ერთად ვივახშმოთო. ჯადოქარი დასთანხმდა. ვახშამზე ღვინო დალია და მალე ღრმა ძილში ჩავარდა.
სანამ ჯადოქარს ეძინა, ალადინი ჩუმად შეიპარა ჯადოქრის ოთახში და ლამპარი ხელში ჩაიგდო. როგორც კი ალადინმა ლამპარი ხელში აიღო, თითქოს თავად მიწა მომისუნთქა. ალადინმა მთელი ძალით გახეხა გაწმინდა ლამპარი და ჯინი უზარმაზარი ყვავილით მის წინ გაჩნდა. "ო, ჩემო ნამდვილო ბატონო", ხმამაღლა თქვა ჯინმა, "ბრძანე, რა გინდაო?" "გიბრძანებ", მტკიცედ თქვა ალადინმა. "ჩვენი სასახლე და ბადრულ-ბადური ჩემს სამშობლოში დააბრუნე და ჯადოქარი ისე გააქრე, რომ ვეღარავინ დაასარალო საწიო." ჯინმა ხელები მაღლა ასწია და ერთ წამში ყველაფერი შეიცვალა. მიწა შეირხა, ცა ათასფერა დაინთო და ალადინის სასახლე ბადრულ-ბადურთან ერთად თავის ადგილას დაბრუნდა. ჯადოქარი კი გაუჩინარდა სამუდამოდ. მას შემდეგ ალადინი და ბადრულ-ბადური დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ თავიანთ სასახლეში. ჭირი იქა, ხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. იმედი მაქვს ყურადღებით მისმენდი, როდესაც ზღაპარს კითხულობდი შენთვის. და მაინც, ალადინის რეალური ისტორია უფრო მოგწონს თუ დისნეის ისტორია? ახლა კი კითხვების დასმის დრო არის. იმედი მაქვს, რომ ყველა კითხვას პასუხს გასცემ. პირველი კითხვა, რომელიც ჩვენთან მექნება არის, რატომ მოსთხოვა ბოროტმა ჯადოქარმა ალადის მხოლოდ ლამპრის წამოღება გამოქვაბულიდან? კითხვა ნომერი 2. როგორ შეიძლებოდა ალადინის ისტორია, თუ ჯინი მას მხოლოდ ერთი სურვილის შესრულებას დათანხმდებოდა? შენი აზრით ალადინი ჯინს რას თხოვდა? კითხვა ნომერი 3. როგორ გაგრძელდებოდა ზღაპარი, თუ ჯადოქარი კეთილი აღმოჩნდებოდა თავიდანვე და არ დატოვებდა ალადინს გამოქვაბულში? და ბოლო კითხვა. როგორ გააგრძელდებოდა ზღაპარი, თუ ალადინის მაგივრად პრინცესა გადაუსვამდა ხელს ლამპარს? შენი აზრით პრინცესა ჯინს რა სურვილებს თხოვდა? არ დაგავიწყოს, რომ ჩვენი YouTube არხი გამოიწერო და ეს ვიდეო აუცილებლად დაალაიქო. ახლა კი ტვინის აერობიკის დროა. საფხულში შეიძლება შენ ჩვენი სავარჯიშოები დაგავიწყო, ამიტომაც ამ ვიდეოში ჩვენ ძველ სავარჯიშოებს გავიმეორებთ. პირველი სავარჯიშო, რომელსაც გავიმეორებთ, ჩვენ პირველ ვიდეოში გასწავლეთ კურდღელი და თოფი. თუ ეს სავარჯიშო კარგად გახსოვს, შეგიძლიათ ჩემთან ერთად ძალიან სწრაფად გააკეთო. მეორე სავარჯიშო, რომელსაც გავიხსენებთ, არის ფურცალი და ქვა. კიდევ ერთი სავარჯიშო, რომელიც ყურადღებისთვის არის ძალიან კარგი, ეს არის. იმედი მაქვს, ჩემი გაკეთებული სავარჯიშოები გახსოვდა და აუცილებლად ივარჯიშებ. ტვინის აერობიკის ვიდეოების ყურებისას მიხვდი, რომ ძველი სავარჯიშოები არ გახსოვს, აუცილებლად გადახედეთ ჩვენ ძველ ვიდეოებს, იმიტომ რომ შემდეგ ვიდეოში ჩვენ ახალი სავარჯიშოები უნდა დავამატოთ. ასევე შეგახსენებ, რომ გამოიწერო აირას ახალი ჟურნალი, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი სახალისო სავარჯიშო დაგხვდება. ჩვენ კი შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. არ დაგავიწყდეს, რომ გამოიწერო ჩვენი არხი და დალაიქო ეს ვიდეო.